ვიცე-პრემიერ-მინისტრი ვილნიუსში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. გიორგი ბარამიძე უკვე შეხვდა ლიტვის პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრსა და სეიმის ვიცე-სპიკერს. ვიზიტის მიზანია ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ახალი წლიდან ლიტვა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა და საქართველოში ნატოს მეკავშირე საელჩოა. ლიტვა ერთ-ერთი პირველი მეგობარი სახელმწიფოა, რომელმაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. შეხვედრებზე საუბარი იყო იმაზეც, რომ ლიტვა საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაშიც დაეხმარება. და ნიკა მოლოდინაშვილი საუბრობს მოამბის პირდაპირ ეთერში ლიტვიდან. საქართველოს ვიცე-პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ლიტვაში გრძელდება. დღეს დილიდან ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ლიტვის პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და ასევე სეიმის ვიცე-სპიკერთან, ხოლო გუშინ შედგა არაოფიციალური შეხვედრა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ვიზიტი ლიტვაში იმით არის მნიშვნელოვანი, რომ როგორც მოგეხსენებათ 2011 წლის 1 იანვრიდან ლიტვა გახდა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა და სწორედ ამიტომ ლიტვის მხარდაჭერა და მისი უფლებების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. გარდა ამისა, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ უნდა გაიზარდოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უფლებები და ფუნქციები და მას მიეცეს საშუალება, რომ მან მონიტორინგი განახორციელოს უკვე ოკუპირებული ტერიტორიების შიდა ნაწილში. გარდა ამისა, როგორც ცნობილი არის, ლიტვა ასევე არის ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებს შორის საკონტაქტო ქვეყანა, რომელიც ამ ფუნქციას 2 წლის განმავლობაში შეითავსებს. ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ქვეყანას საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაციისთვის ჩვენი მონაწილეობით ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში. ამ საკითხების მოგვარებას დრო სჭირდება, მაგრამ ვეცდებით, რომ ეს პროცესი იყოს ეფექტური საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის. სოლიდარობა ერთ-ერთი მთავარია ურთიერთობებს შორის. ჩვენ ძველი და კარგი მეგობრები ვართ. როგორც ადრე, ასევე ახლაც მეკლავთ თქვენი მხარდამჭერი რჩები ალიანსში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს საკუთარი გამოცდილება. ჩვენ უკეთესად გრძნობთ თავს ნატოს წევრის ამპლუაში, უფრო დაცულად და უსაფრთხოდ. მე ოპტიმისტურად ვარ გაწყობილი, დარწმუნებული ვარ თქვენ გახდებით ჩვენი მეზობლები ალიანსში. ლიტვის პარლამენტი პირველი იყო, რომელმაც აღიარა ოკუპაცია და ამ თვალსაზრისით ჩვენ გასაკეთებელი გვაქვს ძალიან ბევრი, რომ დანარჩენმა სახელმწიფოებმაც ოკუპაციის და ეთნიკური წმენდის ფაქტი აღიარონ და ერთობლივად მივხედოთ ამ პრობლემების მოგვარების პროცესს და თავისთავად ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციისათვის მიმართული რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანის მისაღწევად, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ, ქვეყანაში შევქმნათ ძლიერი ეკონომიკა, შევქმნათ სამუშაო ადგილები და ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ლიტვასთან ჩვენი თანამშრომლობა, მოვიზიდოთ ინვესტიციები ყველა იმ სფეროში, რომელიც საქართველოში ძალიან დინამიურად ვითარდება და ეს საკითხები იყო ჩვენი მთავარი საუბრის თემა. ლიტვის დედაქალაქში ასევე აღინიშნება 20 წლის იუბილედ თავისუფლებისთვის მებრძოლთა იმ გარდაცვლილ ადამიანთა, რომლებმაც 90 წლის 13 იანვარს თავი შეწირეს რუსულ საოკუპაციო ჯარებს. როგორც მოგეხსენებათ, 90 წლის 13 იანვარს ლიტველები გამოდიოდნენ თავისუფლების მოთხოვნით, თუმცა მაშინ რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა დაარბია მიმდინარე სამშვიდობიანი აქცია, როდესაც 14 ლიტველი ადამიანი გარდაიცვალა და დაიღუპა, ხოლო 900-ზე მეტი დაიჭრა. როგორც ცნობილი არის, ამ დღესთან დაკავშირებით ხვალ უფრო მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს ვიცე-პრემიერ-მინისტრიც მიიღებს. მადლობა ნიკა. ნიკა მოლოდინაშვილი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.